მაღალი ხელოვნება, თხრობა, სადაც დუმილიც კი იმდენად შინაარსიანია და პაუზა შევსებული, თითოეული სიტყვის სიცოცხლეზე აღარაფერს ვამბობ. რომ მარტივად ხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ინტერვიუ გველოდება დღეს. ბევრი ეპითეტი არ სჭირდება. მურმან ჯინორია დღეს ჩვენი სტუმარი. ეს არ არის მხოლოდ ინტერვიუ, ეს არის მონოსპექტაკლი, ბატონო მურმან, ჩემთვის გავკადნიერდები და ინტერვიუერთან ერთად. უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ დაგვთანხმდით და უღრმესი მადლობა მინდა ბევრი რამისთვის გადაგიხადოთ ცხადია თქვენი შემოქმედებისთვის, თითოეული სიტყვისთვის, თუმცა დღეს კონცენტრირდებით ამ ინტერვიუზე, რომელიც მე ნამდვილად მაბედნიერებს და ჩვენს მაყურებელს. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ არეალში გაერთიანებისთვის. ცოცხლეთ, მზად ვარ, გემსახუროთ. უღრმესი მადლობა. თქვენ და თქვენს მაყურებელს. გერები, რიტმი, სიტყვა, შთამაგონებელი ისტორია იშლება დღეს. ბატონო მურმან, რას გრძნობს მურმან ჯინორია სცენაზე, როდესაც მაყურებელი აღფრთოვანებულ მდუმარებაშია? მე იმ პაუზის შევსებაზე მინდა ვისაუბრო, რომელიც ყოველთვის მეტყველია თქვენ შემთხვევაში. შინაარსიანი ლუფტი მომდევნო სიტყვის მოლოდინში. თქვენ რას გრძნობთ სცენაზე ამ დროს, როდესაც მაყურებლის აღფრთოვანებას გრძნობთ სწორედ სცენაზე პარტერიდან? ხო, აი თუ რამე პლუსი აქვს მსახიობის შემოქმედებას კინოში, ეკრანზე და თეატრში, აი ეს არის მთავარი, ეხლა რაც შენ თქვი. ამას გადაღების დროს ვერ შეიგრძნო. ამას მხოლოდ სცენაზე იგრძნო. და ეს არის უტკბილესი, უშვენიერესი, ულამაზესი. აი რაღაცა ისეთი მდგომარეობა, რომლისთვისაც ღირს სახეობა. შენ თუ ამას, ახლა მე როცა აი მონოსპექტაკლი როცა მართ ხოლმე, მით უფრო ვიყურები ხო პარტერისკენ, მაგრამ მე არასოდეს კონკრეტულად არ უყურებ მაყურებელს. არ მინდა რომ მე ის დისკომფორტში ვავყოფო და იმისგან მეც დისკომფორტი რომელია. მე ხო ჩემ წარმოდგენაში არსებობს, არა? ერთი მაყურებელი კი არა, ასე რომ ვთქვათ, მაყურებელი თლიანად არის ეს. როცა პარტერში არის შენი ნახველი და მსმენელი და შემგზნობელი. და როდესაც მიდის სპექტაკლი და ყველაზე უფრო მაშინ გძნობ, რომ მე რაღაცას ვაკეთებ, როცა სულ გაიტრუნება დარბაზი. აუ, ეს არის უბედნიერესი სწავლები. აი ამისთვის ღირს სახეობა. ის კი არა, რომ ტაშ დაგიკრავენ. ტაშ დაგიკრავენ. და იმდენია შემაკობა ყველა მსახიობს აქვს, რომ ყველა ლექსი ისე დაამთავროს, რომ ტაში დაუყრან, მაგრამ ეს კი არ არის მთავარი. არამედ რომ აი იმ სიტყვებმა, რაც შენ თქვი ამ გენიალური პოეტების ზემოქმედება გააკეთოს, ემოციური, გრძნობიარე მაყურებელს. როდესაც ის შეგიყურებს, ისვენს ყალაქტიოს, ტიციანს, ტერენტის, ბარათაშვილს, ილიას, ნუ ავიც ყველას მუხრანს. ჩამონათვალი ვრცელი. აუ, ამრავი, 20-მდე პოეტის ლექსებს კითხულობ 100-მდე. ეს წარმოდიმაში მონოსპექტაკლში კარგია მე პირდაპირ. მაგრამ როდესაც ის შენ ხედავს, ამ სიტყვებს იგებს და მიდის თავის წარმოსახვაში. აი ეს არის არტისტი. ყველაზე კბილი, ყველაზე სანუკვარი. აი ამას თუ მიაღწევ, უკვე ყველაფერი რიგზეა. მაშინ შენ იცი, რომ შენ საქმეს აკეთებ. სწორედ ამიტომ მინდოდა ამაზე ყურადღებას მაყურებელი გადადის თავის წარმოსახვაში, თავის ნოსტალგიაში, თავის ახალგაზრდობაში, თავის სიყვარულში, თავის მოფერებაში, თავის წინაპრების სიყვარულში, თავისი მიწის სიყვარულში, თავისი ქვეყნის სიყვარულში. ეს ყველაფერი უნდა
გადადიოდეს და მე მაშინ როდესაც ეს გაღვივდება, მაშინ მეგობრები ხართ, მაყურებელი და მსახიობი. შედგა კონტაქტი. აბა, აი ეს არის ყველაზე კარგი მომენტი, ყველაზე სანუყვარი მომენტი. რა ვიცი, ამას თუ ვახერხებ და რო არ ვიტრავა ხო, ხდება ხოლმე. რა თქმა უნდა, სწორედ ამიტომ დავიწყე ამით ხო და საუბარი. მე იმასაც რომ ბევრს სერემლი მოსდის. ეხლა მე სპექტაკლის დროს მონოსპექტაკლი არ ვტირი ვარ არაფერი, მაგრამ მე მივხვდი რა შეასახა. რომ ის სიტყვები მოქმედებენ და მოქმედებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც შენ ამ სიტყვების უკან, ამ გენიალური პოეტების სიტყვების უკან შენი ამბავია. შენ იმ სიტყვებს იყენებ, რომ შენი ამბავი მოყვე. და მაყურებელი ამას ხვდება, რომ ეს იცის თაწმინდის თუ არა, იცის მერანი, იცის ჩემო კარგო ქვეყანა, მაგრამ შენ რო თუ შენ სიუჟეტში გაქვს, რომელიც შენ შეთხაზე ამ სიტყვებს, ის უკვე ისე იგებს თითქოს ეს ლექსი არ გაუგონია. და ეს სიტყვა აჯანსაღებს. ხო, ეს არის მთავარი. ხო. აი ამისთვის მოდის, ახლა რატომ მოდის მე რო დამთავრდება სპექტაკლი ხოლმე მე ახალგაზრდები შემოდიან და მეტყვიან ხოლმე მესამეჯერ ვიყავ, მეოთხეჯერ. ესე იგი იმას ის ჩემი ნახვა კი აღარ უნდა 107 წლისგან. საკუთარი თავის გაჯანსაღებაც უნდა და თქვენი ნახვაც. ის მომენტის გამეორებას ითხოვს მისი ორგანიზმი, მისი სულიერი სამყარო, როგორც ფიზიკას ჭირდება ჭამა, სმადა, ასევე სულს ჭირდება საზრდო. რომელსაც ხელოვნება ამისთვის არის დაბადებული, რომ საზრდო მისცეს მსმენელს, მაყურებელს და ასე შემდეგ. ქარი მწყურია მე პირდაპირ ახსენეთ. დიახ. დაუვიწყარი სპექტაკლი, რომელიც დღემდე საამაყოა და სამაგალითო მაყურებლისთვის. დღესაც წყურია პირდაპირ ქარი საზოგადოებაში, ბატონო მურმან, თუ უფრო უსაფრთხო ნიავს ვეძებთ? არა, თვითონ მე 3 მონოსპექტაკლი დავდგი პოეზიით, ქართულ პოეტ ალექსების მიხედვით. სხვადასხვა კომპოზიციები ძირითადი მაინც დარჩენილი იყო, მაგრამ სხვადასხვანაირად, სხვადასხვა ზოგი დაუმატე, ზოგი გამოვაკელი, ერთი რუსთაველის თეატრში, მეორე ერთი მსახიობის თეატრში და ეხლა კიდევ რუსთაველის თეატრში ქარი მწყურია მე პირდაპირ და 3-ვე სპექტაკლის სათაური მქონდა გალაქტიონის პოეზიიდან. რატომ? იმიტომ რომ მე მგონია რომ პოეზია არის ქართული პოეზია გენიალური წინვალე და არის გალაქტიონ დავით. სხვა არის. გალაქტიონის ყოველი ფრაზა არის ამოსახსნელი. აი როგორც სახარებაში ხო წერია და იგებ. მე ის ამბობს იგავს. იგავი მე უშიფრავს თავის მოწაფეებს, რას ნიშნავს ეს იგავის თესლი ერთი რო დავარდა გზაზე, მეორე კლდეზე, მესამე ეკალვარდებში, მესამე მეოთხე კარგნიადაკში. მე ეს აუხსნის, რას ნიშნავს ეს იგავი. ძირითად ამბავს იესო, იგავით ამბობს. აი სწორედ ეს იგაურობა ყველაზე მეტად არის გალაქტიონ დავიძეში. და ეს დაიწყო, მე მგონია, რომ სამდიდ საფეხურზე დგას ქართული პოეზია, ეს არის შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი, ბარათაშვილი და გალაქტიონ დავიძე. სხვები ყველანი, მაგრამ ამათმა რაღაც გარღვევები გააკეთეს. ხო და აი გალაქტიონთან ყოველი ფრაზა არის ამოსახსნელი. არ არის მარტო სიუჟეტურად რო ვითარდებოდეს, ხო? ხო, აი სხვა პოეტები. როცა თქვენ გისმენთ, ამაზე ვფიქრობთ, ცხადია. არა, თუ ჩემი ძმა ხარ, ერთიც მიმღერე და დავუჩოქებ მიწას მუხლებით. მაშინ გამარჯვება ტკბილო სიცოცხლებს, დავჭებით ერთად ჩვენ განუყრეთ. ამბობს ტიციანი, ხო? ხო ხედავთ, სიუჟეტურად მიდის, არის უდიდესი ემოცია, გრძნობა, სიყვარული, ჩემო კარგო ქვეყანა. რაზე თუ მოგიწყენია? აწმყო თუ არა გწყალოს.
მომავალი ჩვენია. ხო, სიუჟეტური. და უცბად გალაქტიკა მზიან ქარად იქცა ცქერა, ქარის ბგერა, იქცა ქნარა, წყნარად წავს დამჯერა, ბედის წერა გვიხსნის მარად. ხედავთ როგორ განსხვავდება, სიუჟეტურად კი არ მიდის, სიუჟეტს შენ თხზა. და მე დამავიწყდა რომ ინტერვიუზე ვარ ახლა ბატონო მურმა. ხო არა, მე ვამბობ იმას, რაც გონია ჩემ მამოძრავებელი თუ როცა გამოდივარ მაყურებლის წინაშე. რაღაცა ისეთი უნდა გქონდეს შენ მამოძრავებელი, სათქმელი, რომელიც უნდა ამოუხსნა ემოციურად, გზნობით, ფილოსოფიურად, ასე ვთქვათ. ფილოსოფიურად ახლა ეს სიბრძნის სიყვარული ნიშნავს ფილოსოფია. სიბრძნე დევს იმაში და გალაქტიონში, მერანში, ვეფხისტყაოსანში სიბრძნეებია. არა მარტო დამოკიდებულება, არა მარტო ატმოსფერო, არა მარტო ამბავი, შეთხზული კარგად დალიონზე, თეთრ დუქანთან სტირის არაღანი. მტკვარი ახლოა, უნდა მტკვარში თავი დავიხჭო. ხო, კარგია, რა არის, ტიცია. მაგრამ გალაქტიონი უცა თვარე თითქოს ზამბახია. ჯერ ზამბახი უნდა დაინახო, თუ კაცი ხარ და პატიოსანი არტისტი, ზამბახი გინახია როგორია. ცოტა დამოკიდებულება ამოხსენი ზამბახი ცხოვრებაში, სურათზე და რატომ ამბობს თვარე თითქოს ზამბახია. დაგაფიქრებს. ხო, და ერთია რომ თქვა ეს სიტყვები და მეორეა მაყურებელს უთხრა ერთხი კიდევ შეხედე რა ზამბახს. ესეც უნდა ჩადო იქ. და სხვაგვარად დაინახე. უნდა მოასწორო. კი. მთელი ტექნიკა სამსახიობო ამაშია რომ შენ ისეთი რიტმული, მელოდიური და პაუზების შექმნა სიტყვებს შორის და წინადადებებს და სტრიქონებს შორის, რომ მაყურებელმა მოასწროს ამისი, ამაზეც უნდა იფიქროს. ამას ყველაფერს დაბალანსება სჭირდება ნამდვილად. ხო, და ეს არ ხდება ისე, რომ ახლა მე ამას ესე მოვემზადები და ეს ხდება ცოცხალი პროცესია, ბუნებრივია. იქ ხდება. აი აქ აუცილებლად უნდა გკითხოთ ბატონო მურმან, რა არის თქვენთვის თქვენი პროფესია? არის თუ არა სულიერი მსახურება? დიახ. სრულად. სრულად. გავვერდი ახლა და ისეთი ფიზიკური ძალა აღარა მაქვს, ხო, თქვათ მე 15 სეზონია, აი ქარიმწყურია, მე პირდაპირ 150 სპექტაკლი ვითამაშე. აქ ექსპერიმენტალურ სცენაზე ჩვენთან რუსთაველის თეატრში. ახლა ისე ვეღარ მოძრავ. ადრე უფრო მოძრავ. მაგრამ გრძნობა უფრო მეტი წავიდა. რახან მე იმას ვერ ვაკეთებ, არ დავაკლო მეთქი მაყურებელს ემოცია, გრძნობა. იცი რა, როცა მოძრავ, ბევრ რაღაცას პატიობს მაყურებელი და როცა ზიხარ და პირდაპირ ელაპარაკებია, პირდაპირ შენ გრძნობას იღებს. ამიტომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გაქვს. როცა უკვე მარტო გრძნობაზე გადადიხარ. და ამიტომ ჩემი ყოველი გამოსვლა სცენაზე არის იქამდე თუ ვკვდები, სპექტაკლის შემდეგ თუ ვკვდები, იმ დროს ვარ ბედნიერი, ცოცხალი ვარ. კარგად ვარ. თან ის შეგრძნება მოდის, რომ მაყურებელიც კმაყოფილია. და ვახრა ხარ სავსე. ამიტომ ის შენ სულიერ სამყაროს თან გადასცემ და თან შენივსები. შენ ხო არ იცი როგორი ტვეხავ თაწმედის თვარე რამდენჯერ მაქვს ნათქვამი ხო წარმოგიდგენიათ რა. და ბევრჯერ მომისმენია ცხადია, ნებისმიერი ნათქვამი. კიდე სხვა უამრავი ხო? კი ბატონო. ლექსები ხო? მერანი ვთქვათ, ჩემო კარგო ქვეყანა. არ ვიცი რა, ყველაფერი, მთელი 100-მდე ლექსს ვამბობ იმაში, სპექტაკლში. არ იცი როგორ თუ გაქვს ამის ტექნიკა და მუღამი. შეიძლება სულ სხვანაირად ვთქვა.
ოღონდ ეს უნდა გქონდეს როგორ გითხრათ, გამზადებული სმენა, თვალი, შეგრძნებები. სუნი ყნოსვა. სპექტაკლის წინ გოგოებს ვეუბნები ჩემს ტექრეჟის საკმეველს ვანთებინებ და სუნი რო იყოს. ახლა მაყურებელი იმდენად ვერ გაიგებს, მაგრამ ის სუნი მოქმედებს. რა თქმა უნდა. ის ამზადებს და მე მინდა რომ შემზადებული იყოს, რომ სხვაგან მოვიდა. კი, დარბაზია, მაყურებელია, ეხლა ჯინორია გამოვა, რაღაცა მუსიკა განა. მაგრამ ეს ხო სხვა არის, სახში რატო არ არის ეს? ცხადი. რატო მინდოდა ახლა თქვენი ინტერვიუ, რომ აქ ყოფილი, აქ სხვა არის, აქ გურამ საღარაძე იყო, აქ გოგი გეგეჭკორი იყო. ამ საგრიმიოროში. აქ ჯემალ ღაღანიძე, აი ამ საგრიმიოროში. აი ასეთ დიდი მსახიობები. ეხლა ჩვენა ვართ, მე და დათო ბრიცხალია. ეს თუ არ მოქმედებს ეს შენზე, რომ აი ახლა დიდ სცენაზე რო გახვალ, რომ აქ ხორავა თამაშობდა. სერგო ზახარიაძე თამაშობდა, უშანგი ჩხეიძე, სანამ გაიყოფოდა მარჯანიშვილის. ვერიკო ანჯაფარიძე. ვაა. აკაკი ვასაძე, რა ვიცი, ვინ არ თამაშობდა, რამა ჩიკვაძე, ეროსი, უკვე პარტნიორი ვიყავი მაგათი. გეგეჭკორი, კარლოს აკანტერიძე, რა ვიცი. თუ შენ ვერ გძლობ, რომ აქ ესენი თამაშობდნენ და აქ იდგნენ და რაღაცას ისეც ეუნებოდა მაყურებელს, რომ მას მთელი ცხოვრება გაყვებოდა, შენ თუ ამის შეგზნება არ აგარ, შენ არტისტი არ ხარ. შენ ხარ ისა, რომ აი მე სწორად ისახე ვარ. თუმცა არა მხოლოდ არტისტს უნდა ჰქონდეს ეს შეგრძნება, მაყურებელიც უნდა იმსახურებდეს მაყურებელს. აი, იმიტომ მაყურებელს. ვაკეთებ შემზადებას. თქვენი ერთი შემოხედვა, ერთი გამოჩენა მზადებასაც და მთელი პროცესის შეგრძნებასაც მარტივად ბადებს. ბატონო მურმან, თქვენი ერთი გამოხედვა, ერთი ბგერა. ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, მე ყველაფერს ვაკეთებ ჩემს პოეზიაში. ერთ-ერთი ძველი ინტერვიუა. ხო. მაყურებელი რას გრძნობს თითოეული თქვენი სიტყვის წარმოთქმისას, ეს ძალიან კარგად ვიცით და ამას არ სჭირდება მტკიცება. თუმცა თავად მურმან ჯინორიასთვის რა იქმნება თითოეული გაცოცხლებული სტრიქონით. როცა თავად აღნიშნეთ, რომ ამდენი პოეტის ლექსებს კითხულობთ, ამდენი წლის განმავლობაში შექმენით ასეთი დიდი ისტორია, სწორედ თითოეული სიტყვის გაცოცხლებისა და ბგერების შეგრძნებისა და სიცოცხლის გადაცემისა, მე ვიტყოდი, და ზუსტად იმ ურთიერთობისა მაყურებელთან, რომელზეც ასე ამაღლებულად საუბრობთ ახლა და ეს ნამდვილად ახსაქმელია ჩვენი მაყურებლისთვის, დარწმუნებული ვარ და სწორედ ეს პროცესიც გამაჯანსაღებელია თითოეული მაყურებლისთვის ახლაც ინტერვიუს დროს. ყოველ შემთხვევაში. თქვენთვის როდის იბადება თითოეული სტრიქონის დროს, რა იბადება თქვენს სულიერებაში? როცა უკვე შეიძლება ითქვას, რომ მსახიობისთვის რუტინა არ არსებობს. ახლაც ამაზე ვსაუბრობდით, რომ თითოეული სიტყვა ახალი სიცოცხლეა, ახალი ურთიერთობა. თუმცა მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რას განიცდის თავად მურმან ჯინორია. ეს არის ერთი შეგრძნება თუ სხვადასხვა გვარი შეგრძნება ერთი ლექსის წაკითხვისას? ეხლა წინა შეკითხვა რო დამისვი, იქ გადავედი მე სხვა რაღაცაზე და სამივე სპექტაკლს მეთქი პოეზიით რას დავდგი. გურამ ჩეულიშვილის დავდგი ჰამლეტის, მაგრამ მე პოეზიას გეუნები. სამიეს გალაქტიონის ფრაზა პირველს ერქვა ბედის წერა გვიხსნის მარად. უკვე სათაური გეუბნება ამბობს თავისას. მეორეში კიდევ გალაქტიონის და სიმღერით ვკვდები. ესეც და მესამე უკვე უფრო დაუახლოვდი მის ინტეგრალურ პოეზიას. ქარი მწყურია მე პირდაპირი. საერთოდ გალაქტიონ ტაბიძის შემოქმედებაში ყველაზე ხშირად ნახსენები არის ქარი. ქარიშხალი, სიო, სარკმლით მონაქროლი ველთა ზღაპარს მეუბნება. სიო. ესე იგი რა მედიტაცია ქონდა, რომ სარკმლით მონაქროლი, უკვე დაგიხატა სურათი. მონაქროლი. და საიდან მოდის? ველთა ზღაპარს მეუბნება. ხლა მე ვალდებული ვარ, რომ ის გავიკრო.
რა მითხრა ქარმა სიუმ რა თქვა ესეც აი galaktioni რატოა კაფორი აქვს ხო და ეხლა რა შემეკითხე ის სწორედ იმაზე გამეცით პასუხი თითოეულ ფრაზაზე თქვენ რას განიცდით გაცოცხლებულ თითოეულ სტრიქონზე უკვე გამეცით ამაზე პასუხი იცი რა მე აი ვთქვათ არა ახლა როგორ შევარჩიე ეს ლექსები დიახ როგორ შევარჩიე ესეთ თანმიმდევრობა მე ხო ჯერ პოეტების მე პოეტებში ლექსებს როგორ განვალაგებ ჯერ ერთი სანამ აქ მივიდოდი აქამდე მივიდოდი რო წავიკითხავდი ლექსს ზოგიერთი ლექსი დკ და მოხდება ნუ მე ჩემ თავზე ვამბობ რა ვერ გავიგე რაღაცა მოხდა ესე იგი ეს ჩემი დასაკითხია რახან მოხდა ეს მომენტი ეს თუ მოხდა მე ეს ვალდებული ვარ უკვე შევისისხორცო ამაში უკვე მიდის ანალიზის გაკეთება რატო თქვა ამან ეს რას ნიშნავს დილის ბინდში ვერის ხიდზე მოხვდით თოვდა რა კარგია თოვა გადამედგა და ბოდიშის მოხვდით გამაჩერა სიგარეტი უთხოვა ეს მთელი ამბავია არ არის ეს ისე რომ დილის ბინდში ვერის ხიდზე ხო ასე რომ თქვა ეს ლექსი ხო მომაჭერით თავით ყურით ხელით რა უფლებით ესე ვამბობ ესე იგი შენ ამის მიღმა უკვე რახან ეს მოგეწონა შენ ეს სიტყვები უნდა ამოიხსნას ვინ შეხვდა მე ჩემთვის არის რომ galaktioni შეხვდა მურვან ლევანიძეს და ახალგაზრდა მურვან ლევანიძეს დამიკო ერთი აპიროს ვარა და ამაზე შეთხზა მთელი ამბავი და რომ მე დღეს გაგვაშეშა და რომ აი ამ პატარა ურთიერთობა დაამეგობრა ეს ორი ადამიანი რომ ის უბედნიერესი გახდა რომ იმას სიგარეტი მოაწოდა გავაბოლეთ გულის ფსკერზე დათვა აი ხედავთ სად მიდის გულის ფსკერზე დათვა თქვა მადლობა მარტო იმისთვის კი არ არის რომ სიგარეტი გქონდა მადლობა რომ შენ შემხვდი ეს ღმერთმა გააკეთა რომ შენ შემხვდი მე ვახ რა კაი კაცი ხარ შემოგევლი მე დავრჩიო და ის გავიდა ღალმა მოვიდა ხასიათზე galaktioni შეუძახა თვილის ჯერ არ მომკვდარა ქართველობა ჯერ კიდე არის მეგობრობაც მაგრამ აი ამდენი რაღაცები შედის შიგნით და ზოგს გონია მარტო სიგარეტი როა ზოგი მეც გაიგებს მაგრამ შენ ვალდებული ხარ მეტი გაიგო შეუძლებელია თქვენ მოგისმინოთ მაყურებელმა და არა მე ჩემებური ის შევთხზე ხო ამბავი მე ამბის შეთხوازზე გეუნებით აი ეს მომენტი მე მაცოცხლებს ყოველი გამოსulis წინ რომ აი ეს შეგრძნება მე ახლა ვერ შევხვდები galaktionს ვერც მურმან ლევანიძეს მაგრამ ხო შეიძლება ჩემი სული შეხვდეს და აი ეს მუღამი ეს მედიტაცია მაბედნიერებს და ამიტომ მიხარია ყოველთვის ვერ ვქაჩავდი ბევრს რო ხშირად ვითამაშო მაგრამ თვეში ერთხელ ორჯერ მაინც უნდა ვითამაშო თორემ მოვკვდები რომ ეს არ უთხრა იმ ახალგაზრდას რომელმაც არ იცის რა თბილისი იყო მე ხომ მოვესწარ რახან მოვესწარე მე ვალდებული ვარ ამ ახალგაზრდებს ეს მოუყვე ჩემი შეგრძნებით ჩემი გზნობით ჩემი ემოციით ჩემი მელოდიით ყველა პოეტს თავისი რიტმი აქვს ყველა ლექსს თავისი რიტმი აქვს ყველა ლექსს სიტყვას თავისი მელოდია აქვს ხო კარგი რამ ახარ ჩემო ქვეყანა ხო ერთია ცოტა სევდას და ილია ჭავჭავაძის გულის ტკივილს თუ ეტყვი კარგი რამ ახარ
ჩემო ქვეყანა უკვე სხვანაირი გამოდის. მე იმ სპექტაკლის დროს კიდე სხვანაირი გამოგდის. თუ აი ეს შეკითხვა უცბად გებადება, რომ ეხლა რო გამოდიხარ ილია რას ეტყოდა ამ ახალგაზრდებს. რას ეტყოდა? ჩემო კარ ქვეყანა ობოლი გოგო დგას ეკლესიასთან ჩეთის კაბით. აი ეს არის საქართველო. თქვათ ეხლა აი ამ. კი ბატონო. ამ სიტყვების მიღმა ეს თქვათ რომ წარმოიდგინო. რომ პატარა გოგო ობოლი ეკლესიასთან. ჩემო კარგო. ამ გოგოს ეუნე. რაზეთ? მოგიწყენია, ნუ გეშინია მამა. შენ გაიზდები, გამოყვა ამას გალ. აი ამდენ რაღაცა უნდა ჩაიდოს, მოასწრო. რატო იკლებ შენი თავისთვის ამ სიხარულს? და ეს არ მოდის, მე დავიჯერებ ახლა და გულით ვიტყვი, ასე არ არის. შენ უნდა დაიჯერო ის სიუჟეტი, რაც ახლა მე თქვენ გითხარით. თქვენ ძალიან დიდ დადებით ძალას ატარებთ, ბატონო მურმან, აი ახლაც ამ სივრცეში, სხვა განზომილებაში გადაგვიყვანეთ და ჩვენი მაყურებელი ამას კარგად აღიქვამს. თქვენ გაქვთ ძალიან მნიშვნელოვანი ძალა, რომელსაც საზოგადოების სასიკეთოდ იყენებთ, აჯანსაღებთ მინდა ყოველ შემთხვევაში. ეს გამოგდით ძალიან კარგად მრავალი წლის განმავლობაში და მით უმეტეს ახალგაზრდებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ახალგაზრდებისთვის, ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ახლა და მე გიხდით მაცოცხლე. ძალიან დიდ მადლობას. ნამდვილად თქვენ გვაცოცხლებთ, ჩვენ თქვენი ხელოვნებით და იმ სწორ აქცენტებს გვანახებთ ყოველდღიურად ამ ყოფით ცხოვრებაში ამ რუტინაში, რაც ყველაზე მნიშვნელოვნად გასათვალისწინებელია და კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მინდა გითხრათ. მე ვცდილობ რომ ახლა ინტერვიუერის ხასიათში დავრჩე, თუმცა საერთოდ გამოვედი ამ ამპლუიდან და სხვა განზომილებაში ვარ ნამდვილად. თქვენთვის რომელია ყველაზე ძვირფასი შეფასება ამ ყველაფრის ფონზე, ამდენი აღფრთოვანების ფონზე, ამდენი მადლიერების ფონზე? ერთი უცნობი მაყურებლის თუ ოჯახის წევრის? მაყურებლის. მე რო ვისაც არ ვიცნობ. ჩემი ძმაკაცი, ჩემი ცოლი, ჩემი შვილი სხვანაირად შეაფასებს, მაინც მასთანავე. მაყურებელს მე ალბათ ცნობენ და რა თქმა უნდა. მაგრამ მე უცნობი უნდა ვიყო. აბა რას გააკეთებს დღეს? იცნობს 55 წელია არტისტი ვარ როგორც პროფესიონალი. მიცნობს კინო უნახეა, სატელევიზიო დადგმა, სპექტაკლში, რა ვიცი, რაღაც ესტრადაზე, იქით ახეთ. შენ ვალდებული ხარო? დღეს შენ პირველად გამოდიხარ. ეს მუღამი თუ არა გაქვს, ვერც შენ მიიღებ სიხარულს და სიამოვნებას და ვერც იმას მიაღებინებ, რასაც გვია მაყურებელი. მაყურებელია. შენი წარმოსახვის ამაფორიაქებელი. მე რახან ავიღე ეს ლექსი გზაზე ნისლი ამიცურდა, ვით ნიავი დანაბერი, ველზე მხოლოდ იამ სურდა, ია მეტი არაფერი, ვეძებე და ძლივს ვიპოვე, ბუჩქის ძირას ანაფეთქი, ჩვად კითხა, გინდება რო? მე შემწვადა არა მოდგი. ვახუშტი კოტეტიშვილის რაღაცა 8 სტრიქონიანი. ეს ახლა ჩაუმატე ჩემს პროგრამაში. რო არ ჩავემატებინა გავგიჟდებოდი. მე მინდა რომ ეს უთხრა. ეს ხომ არაფერი არ არის ახლა ია რატო ეტყვის, მაგრამ იმან ხომ როგორ გამოიხედა იაჯერეთი, ია უნდა იცოდე როგორია. მერე უნდა გძნობდე როგორი სუნი აქვს. რა ფერია. ყველაფერს უნდა გძნობდე. მერე ბუჩქის ძირას როგორ არის საწყალი, მაგრამ ლამაზი. და რო გითხრა, მოიხიბლეო? გინდება რო? გინდება რომ უნდა თქვა ადამიანი. გეუნება ადამიანი.
მაშინ გაიგებ ვაჟა-ფშაველას რატო ამბობს ამას და გალაქტიონი იმას და შოთა რუსთაველი კიდე საოცრებებს. ხო? რომელმა შექმნა სამყარო. ძალითა მით ძლიერითა ძალით, ესე იგი, არაჩვენებული, არა მით იმას რო ზეგარდმო იქიდანო ზეგარდმო სული მოგცა ჩვენ და გვაქვს უთვალავი ფერითა. აბა ნახე ხლა, ეს უთვალავი ფერი იყო ის ია და იმიტომ მომეწონა ის. რომელიც დავინახეთ. დიახ, უნდა და იმიტომ რომ მე თუ არ დავინახე, შენ ვერ დაგანახე. ერთს უწერია რომ სხვას რომ დააჯერო, ჯერ შენ უნდა გჯეროდეს ამისიო. ცხადია. და ეს პრივილეგია არისო გენიოსების, ფანატიკოსების, გიჟების და პოეტების, პოეტებში უნდა ჩავთოთ ხელოვნება. თუ ვან გოგის მას მზეს უზირებს სული არ ჩაუდგა ვან გოგმა ჩვენ ვერ გავიგებთ რა არის ეს მილიონი არის ამოსული და მაგრამ იქ რაღაც სხვა არის აი ეს არის მზეს უზირით გელაპარაკება შენ ცხოვრებაზე და ბევრ სათქმელს გეუბნება დიახ აი როგორც თუ არა თითქოს ზამბახია ხო უყურე შუქთა მკრთალი არ მიდის რა ნორმალურად ძივი რაშვაშია მაგრამ შენ თუ ამას შეაერთებ შენი წარმოსახვით აი ცოტათი დანისლულივით რო არის ცა თბილისში იცის ესეთი მთვარე სავსე როა და თითქოს აი ესე აქვს რაღაცები ძივია მაგრამ მე და შენ გაგვიჭირდება ამის მიგება და ივანს გენიოსი იყო და ივან დაიჯერა ესა და ჩვენს დაგვაჯერა აი ეს ამიტომ დაგვეხმარა დანახვაში დიახ შეგრძნებაში მაგრამ ზოგი შეიძლება ვერ დაინახოს ამიტომ არსებობს ხელოვნება რომ დაანახო ამ შემთხვევაში ვთქვათ ხიდი სახიობი რომ ამას მხატვარი რომ გაგიკეთებს პოეტი რომ სიტყვებს აკეთებს მე არტის არაფერი არა მხატვარს ფუნჯი აქვს აღებავები აქვს ტილო წერალს სიტყვები აქვს კალმისტარი აქვს კომპოზიტორს ბგერები აქვს მელოდიები აქვს არტის არაფერი არა აი გამოდის და ამ დროს ყველაფერი და უნდა გააკეთო ყველა და თუ შენი ყური თვალი სმენა ესე იგი ყნოსვა შეგრძნებები არ არის გამზადებული ვერ გააკეთებს იმას გონია ხელი რომ მოძრაობს თავისით მოძრაობს თავისით კი არ მოძრაობს შენი ამოძრაობს ამას მონახვა უნდა ემოციურად დაჯერება უნდა შეგრძნება უნდა და გადმოცემა როგორ დაახატინო ამ ხელს ეს შენი შინაგანი მდგომარეობა ამ თვალს ასე რომ გიყურებს ერთია ხო მეორე ასე ეს ამას უნდა თლიანად არქიტექტურა ხო პოზიორობა კი არა გამოხატვა ემოციური აი ეს ცოტა რთულია აი ეს ცოტა უჭირთ ახლა ახალგაზრდებს მაყურებელსაც და გადამცემსაც აი ეს მომენტი არ უნდა დაერღვეს მე ისეთ დიდ მსახიობებთან მქონია ურთიერთობა რომ ესენი ქონდათ მე სულ ვამბობ მე ვარ მე-20 საუკუნის არტისტი რატო იმიტომ რომ იქ სხვა შეგრძნებები ქონდათ რამაჩხიყვაზე სხვა შეგრძნებებით გამოდიოდა ის რომ ღერის სიტყვებს არ ამბობს თითქმის და დაუკვირდით ეკრანზე სულ ცრემლიანია თვალი ის სათქმელს ამბობს იმიტომ იყო ეს მაგარი და ჩვენ ასე ხახახა ხოხოხო გონია უდვაც იქ გადაყვანს ის გადაგიყვანს სადღაც ჩვენ არ გგონია ჰაჰაჰა არა ისე ვამბობ რომ გავამძაფრო მინდოდა მე თქვა ხაზი გამესვა ამიტომ არის ყველაზე მნიშვნელოვანი
დღევანდელი ინტერვიუ ჩვენთვის რომ ეს სწორად და ნათლად დავინახოთ და გადავცეთ ახალ თაობას, ახალგაზრდებს ის შეგრძნება, რომელიც კიდევ ერთხელ დავთქვათ აცოცხლო. ეს სულ გონია ახლა მივედი ამ დასკვნამდე სიბერეში რომ არის კარგი მსახიობი. ნიჭიერია, გამოვა. მაგრამ არის მსახიობი, გამოვა და თეატრია. აკაკი ხორავა რომ მახსოვს მე რომ გავა. ვაიმე რაღაცა ბავშვს რა, მე-6 კლასში ვიყავი თუ რაღაცა ხდებოდა. რაღაც ბუმბერაზე გამოვიდა. ვასობოზიაშვილს, რაღაცა თეატრი, ეს იდეა, თეატრი, არაფერისგან ყველაფერი. ასეთი ვერიკო, ხო, სესილია, რამაზი, ეროსი, აი ეს ფეხბურთის. არის ზოგიერთი კარგი ფეხბურთელი და არის ზოგი ფეხბურთი. ფეხბურთის გულშემატკივარი ხართ აქტიურად. იმიტომ რომ მე ძალიან ვაკავშირებ ფეხბურთს და ჩემ პროფესიას ერთმანეთთან. იქაც დრამატიზმია, იქაც ტრაგედია, იქაც დიდი აღმაფრენა, იქაც დიდი გზნობებია, იქაც დიდი ემოციებია და ამას მთლიანობაში რო უყურებ, არა? ზოგი აი რა ვიცი ახლა მე პელე მინახია ნუ ეკრანზე. როგორ აი ეს უკვე ფეხბურთელი კი არ იყო, ფეხბურთი იყო. ბეკენბაუერი ფეხბურთელი კი არ იყო, ფეხბურთი იყო. კრუიფი ფეხბურთი იყო, ზიდანი ფეხბურთი. ახლა ჩვენ კვარას აღეს. ის ახლა რო უყურებ არა ჩემპიონატს. კი. კვარა მაკლია. რატო? იმიტომ რომ ის ფეხბურთია, რაღაცას აკეთებს სხვას. გარდა იმისა რომ მოატყუებს და კარგი ფეხბურთი. და განსაკუთრებულ ემოციას ბადებს. აი ეს არის ფეხბურთი. ფეხბურთია. დე. რაღაცა ზეიმია, ხელოვნებაა, მარტო სპორტი არ არის ფეხბურთი. ეს ეროვნული მახვილიც არის, ეროვნული სიამაყეც არის, ეროვნული პატივმოყვარე, ყველაფერი ერთად დევს. ამიტომ ვამბობ, რომ ფეხბურთი და ყველა სპორტი ძალიან მიყვარს, მაგრამ ფეხბურთში ეს ძალუმად ჩანს. აი ყველაფერი მაყურებლები როგორ განიცდიან, მწვრთნელი როგორ გააკეთებს რაღაც რა. და ის სიხარული კიდევ რომელიც გადამდებია. ძალიან საინტერესო. თელ სტადიონში. ძალიან საინტერესო. მე მარტო იმას კი მოუყურებ, მოიგო, წააგო. კიდე იქ რაღაცა გარდა იმისა. აი ეს ემოცია კი სწორად დააკავშირეთ ცხადია ის ხიდი. ემოცია გვაკავშირებს ერთმანეთთან. ის სწორი კომუნიკაცია გვაკავშირებს ერთმანეთთან. აი სიტყვა. მაშინ იბადება სწორად ის მართალი სიტყვაც. ერთ უწერია ხელოვნება, ეს არის კომუნიკაცია. ერთ სიტყვას უნდა დაამატო ემოციური კომუნიკაცია. აუცილებლად. და აი ეს ემოციას აკეთებს ის დიდი ფეხბურთი თელი და ის დიდი მსახიობის. რომ იქ კომუნიკაციაში შედის მაყურებელთან, მაგრამ ემოციურ კომუნიკაციაში. ბატონო მურმან, სცენაზე უფრო მეტი მართალი სიტყვა ითქმის თუ ყოფით ცხოვრებაში. და თქვენთვის რომელი იყო ის გარდამტეხი სიტყვა, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა თქვენი ცხოვრება? გახსენდებათ ასეთი სიტყვა? ესეთი სიტყვა არ მახსენდება, მაგრამ ის მახსენდება, რომ პირველად პიონერთა სასახლეში რომ გამოვედი სცენაზე და რაღაცა ჭიაკოკონობასავით იყო და ხტებოდით ბავშვები რა სცენა. უცბად ვიგძენი რომ რაღაცა სხვაგანა ვარ. იქ კი არა ვარ, სადაც ვიყავი ახლა. ცოტა ხნის წინ. ხო. არა, აქ რაღაც სხვა არის. თან იქ რაღაც ესეთი წითელი ქაღალდი ქონდა შემოხვეული აქ ვითომ ფიჩხები, ჯოხები რაღაცა და ცეცხლი იქნებოდა. ხო, და აი ნატურა, რომელსაც წითელი ის ქონდა. ქაღალდი გაკეთებული და ანათებდა წითლად. კარგი დეკორაცია. და უკვე ცეცხლია. არ არის ცეცხლი და ცეცხლი. ცეცხლია. კი ბატონო. და შეგჯერა რომ ის ცეცხლია. აი ეს ხდება მარტო იქა. სცენაზე. შეიძლება დაიწყო კიდეც. შეიძლება ვერ მოხდეს. ცეცხლსაც უყურებდე. გათმოვდეს. და ისე ვერ შეიგზნო ვიდრე სცენაზე წყალს მომდე და ვითომ გვინოა. და უფრო გჯერა რომ გვინოა. უფრო გჯერა რომ ცეცხლია. და ასე შემდეგ. ესე იგი იქ არის
ეხლა შექსპირს კი უწერია რომ თეატრი ცხოვრებაა და ცხოვრება შენ ცხოვრებიდან თუ არა გაქვს ეს მიღებული და ამოხსნელი და არ შეგიგზნია იქ ვერ გააკეთებ რამდენიც არ უნდა მოინდომო ბოროტი კი ვერ ითამაშებს იაგოს იმიტომ რომ იმან არ იცის რა არის სიბოროტე არც ისე ბოროტი უნდა იყო რომ ახსნა რა არის სიბოროტე გაიგე რას ვლაპარაკობ პირდაპირ კი არ გადადის რაც ცხოვრებაში ხარ ეხლა კინოში ხშირად არის ფიზიონომიით ახერხებენ რაღაც ტიპების შექმნას მაგრამ როცა უყურებ მარლონ ბრანდოს როცა უყურებ ალ პაჩინოს ისინი სიფათით კი არ აკეთებენ სიფათი გადავდის რაღაცაში ფიქრში გამოხედვაში როგორ აკეთებს კახი კავსაძე იქ იტალიელ ქორეოგრაფია როა იმაში ვერისუბნის მელოდიებში ხო არ არის იტალიელი და გონია რომ იტალიელი ხო აკეთებს შეიძლება ისე არ ლაპარაკობს იტალიურად როგორც იტალიელი მაგრამ იტალიელი აი ეს არის რა ვიცი რომელმა პერსონაჟმა გითხრათ ყველაზე მეტი სიმართლე თქვენს პერსონაჟებს პოეზია ეხლა ბევრი როლი ვიტამაშე რა ვიცი ძალიან 100-მდე როლი მაქვს დათამაშები კინოში თეატრში ყველა დასამახსოვრებელი დიახ ყველა ეს არის მაგრამ იცი რა პოეზიაში აი ღმერთს დიდება გამიკეთა ის რომ აღარ მჭირდება ეხლა ავალე წადი და მოემზადეთ ამდენი ტექსტები იტყვი და მე ქარი და წვიმის წვეთები ხშირი წყდებოდნენ როგორც წყდებოდა გული და მე ავტირდი ვით მეფელირი ლირი ყველასგან მიტოვებული შეგიძლია მეფელირი ითამაშო ამ 4 სტრიქონში თუ არა ხარ პატივმოყვარე და მეც ესენი მითამაშია და ეს როგორი ითამაშია რა შემაშია აგერ არის მაყურებელი და თუ გითამაშია ახსოვს და მორჩა და გათავდა თორე დონ ჟუანის ვითამაშე ჰამლეტის ვითამაშე კენტის და ბევრი ესეთი კლასიკური სისხლიან ქორწილში ლორკაში და რა ვიცი იაკობ ხუცესი და ბევრი კარგი როლები მაგრამ მე ესენი აღარ ამჭირდება რომ ვითამაშო უკვე აქ ამაქვს და რომელიმე ლექსში ამას გავაცოცხლე და მე უკვე ახალგაზრდად ვხდები 50 წლის წინ რასაც თამაშობდი იმ შეგრძნებას გავიხსენებ იმ შეგრძნებასთან მივალ ის შეგრძნება მომეფერება ის წარმოსახვა დამენახება ეს ისი როგორ არის ან ხარ არტისტი ან არა ხარ ასეა წერტილი თუ არა გაქვს ეს მუღამი და გამოხვალ და ახლა მე ამას ვითამაშებ და ეს გავაკეთებ იქ ეს ჩემთვის არა ნამდვილად ასეა მით უმეტეს რომ ესეთი სახეობები მინახია და ესეთ სახეობებთან მქონია პარტნიორობა ურთიერთობა და რა ვიცი და წინვალე რეჟისორებთან მიმუშავია და რეჟისორი ძალიან დიდ როლს თამაშობს კინოშიც და თეატრშიც და ყველგან მაგრამ იქ კარგი ხმელს კარგი გამგონეც უნდა ის რომ შენს კაი სახეობი უნდა იყო რამაზი რობიკო კარგად გავდა მაგრამ რამაზიც რო იყო კიდევ უფრო კარგი გამოდიოდა სხვა მიხეილ თუმანიშვილისგან გამორჩეული გაკვეთილი თქვენთვის რომელი გახსენდებათ რეჟისორებს ყველაზე ახლა ბევრი იჩემებს რომ ბატონი მიშას სტუდენტი იყო მაგრამ მე მგონია ძირითადი მაინც არ შემორჩათ და რასაც ბატონი მიშა ჩვენ გვეუბნებოდა გვასწავლიდა გველაპარაკებოდა თანაც კარგი მოყოლა იცოდა როცა თეატრზე სამსახიობო ხელოვნებაზე ყვებოდა იყო სღაბარ მე ყველაზე უფრო ბატონი მიშასგან
გარდა იმისა, რაც მაქვს, ყველაფერი შევირგე სათქმელი. აი, სათქმელის გარშე ძალიან ტუტუცი უნდა იყოს მსახიობი, რომ გამოხვიდე მაყურებლის წინაშე. სათქმელის გარშე, რატომ თამაშობ ამ პატარა ეპიზოდს? რატომ ამბობ ამას, რომ გზაზე ნისლი ამიცურდა? რატომ ამბობ ამას, თუ არა გაქვს შენ სათქმელი? დასაჯელია ეს მსახიობი. კარგად თამაშობენ ბევრნი, ხო? აი პლასტიკა, კარგი ხმა, ყველაფერი კარგი გარეგნობაც აქვს, არ არის ეს გადამწყვეტი მე თუ მკითხავ. ნამდვილად. სულ არ ქონდა ისეთი გადასარევი გარეგნობა არც იპოლიტე ხვიჩიას, არც კარლოს აკალანდელიძეს, მაგრამ გამოვიდოდნენ და გადამწყვეტი არც ერთ საკითხში არ არის ეს, მხოლოდ ჩემი გადმოსახედიდან მხოლოდ ვიზუალი. ყველაზე მნიშვნელოვანი სულიერებაა და თავარი სათქმელი არის სულიერება. რა გინდა, რას ამბობ ამეთი კაცო, რა გინდა ამ თაწმენდის თვარეში, რას ამბობ, რა გინდა. რა და რომ გალაქტიონი გადმოხდა მეოთხე სართულიდან. აი მას ვამბობ. და იქამდე რომ ნახა ეს ყველაფერი. და მზათა ვარო და რომ მეფე ვარო. 27 წლის იყო მაშინ ეს რო დაწერა და იმის შემდეგ კიდე იცხოვრა 40 წელი. მაგრამ იმან ხო არ იცოდა როგორ მოკვდებოდა. მე ვიცი. ამიტომ მე ვალდებული ვარ ის მთელი პარტიტურა გავაკეთო დაწვენდის თვარეში. როგორ მივიდა აქამდე, ეს სამყარო რო შეიცრო, თვარე, მაგრამ აკაკი აქ ბარათაშვილი წევს, მეც აქ ვიქლები, გეფიცებით, სიმღერით ვკვდები, კი არ გავმოროტებულ ვარო, სიმღერით ვკვდები, ეს არის ეს ფრაზა. და რა სიმღერით ვკვდები, ასე ვკვდებოდა. არა. ხო, სიმღერით ვკვდები, ამოსახსნელია, რომ მე არ გავმოროტებულ ვარო. უამრავი ტკივილი და რა არ მიაყენეს გალაქტიონ ტავიზეს ოჯახის წევრებმაც და პოეტებმაც და ყველა, მაგრამ ხალხს უყვარდა. და მის გასვენებაში ეს დამტკიცდა. რა იყო? ამას ვერ მოატყუებ ადამიანებს, მაყურებლებს. რა ხარ? ვინ ხარ? რა გაგივლი? ახლა ნაკლი ყველა გალაქტიონი ძალიან რთული ასატანი კაცი იყო, მაგრამ თუ ხარ ღვთისმიერი ადამიანი, აპათია ის რაღაც უბედურება და თაწმენდის თვარე რო დაწერა და ლურჯაცხენები იქ მიდი ის დაინახე იმ გალაქტიონში. არაო კაცო, ეს რა ლექსებიაო, რაღაცაო, იქიდან მოპარული, აქედან ისი მომპარა გალაქტიონი, სტანა განათლებული კაცი, არც ერთი პოეტი არ იყო. თან როგორ მტკიცებით ფორმაში იციან ასეთი უგუნურების გადმოცემა ვიტყვით ამამაც. მოიძგენია იმას როგორ გული ეტკინებოდა. როგორ ეტკინებოდა, მე მტკივა ახლა გალაქტიონის მაგივრად ასე რომ ექცეოდნენ და თვითონ რა დაემართებოდა. მაგრამ იუმორის ჰქონდა. იუმორით ისეთი ლექსები აქვს დაწერილი, მე გამოვიდა ახლა. სახუმარო ვიღაცაზე პამფლეტი რაღაცა იქით. ბაბუე ჩემზეც აქვს ერთი ლექსი დაწერილი. ხო, ასე შინაურათაც მაგარი იყო. აი თქვენი თითოეული დეტალი, ჰამლეტი ახსენეთ უამრავი როლი, უამრავი დასამახსოვრებელი როლი, რომელიც ნამდვილად საამაყოა თქვენი მაყურებლისთვის. აი თითოეული დეტალი, აი არაფერი თითები საუბრობს. ჰამლეტი იწყება თქვენი თითების საუბრით, როცა მოდიხართ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს დეტალები, რამდენად მეტყველი უნდა იყოს სხეულის ყველა ნაწილი, რომელზეც თქვენ საუბრობთ. რომ მთელი ტექნიკა არის ამ მსახიობად ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, ჩემ ყველა ორგანო იყოს ფიზიკურად, რასაც მაყურებელი ხედავს, ემოციურ, გრძნობიარე, აზრიანი. უაზრო მსახიობები არ მიყვარს. არც მაყურებელს უყვარს. გაუნათლებელი მსახიობი არ მიყვარს. გაუნათლებელი იმას კი არ ნიშნავს, შენ ბევრი წიგნები ქონდეს, აგეთ. შენ როგორ
აღიქონ შენს გარშემო ყოფიერებას. რა არის სიყვარული, შენებურად უნდა ამოხსნა. რა არის სიკვდილი, რა არის შვილი, რა არის შენი ობოლი საქართველო. ყველაფერზე უნდა გქონდეს შენი ამოხსნა, შენი დამოკიდებულება, შენი დაახლოება. თუ ეს არა გაქვს, როგორ გამოდიხარ სცენაზე და ამდენი მაყურებლის წინაშე არ აქვს ხვენია რაღაცას რო ლაპარაკობ. აი ეს უკვე ძალიან მოქმედებს. ეხლა ტელევიზიითაც რო უყურებ ხოლმე რა, რატო უყურებ ახლა ჩემი ცოლი მეუბნება. ბიჭო, მე იმას კი არ უყურებ იმათ. მე იმას უყურებ, გუში როგორი იყო და დღეს როგორია და როგორი სიაფანდობს. და გუში რაც ვინახე. ეს ხაობა ჩანს, კი. როგორ არა ახლა შენ თუ ტვინი გაქვს ეს კაცი ახლა არ აქვს ხვენია. ამიტომ მე ხომ ცხოვრებას ვიგებ. ნამდვილად. ხო, მე ხო ადამიანებს ვშიფრავ. მე ამით ვჭირდება, თორე რაში მჭირდება რა, პარლამენტარება მინდა, მინისტრობა მინდა, თუ რა მინდა. ვაიმე, ღმერთო დამიფაროს რა მინდა, იმისთანა სიხარული მაქვს ჩემ პროფესიაში რა. ჩვენში ყველა უმაღლესი მწვერვალია. მინდა იქ. ეს ნამდვილად არ გჭირდებათ. ხო და უნდა ამოხსნა. გალაქტიონი ტიპებს ამოხსნიდა. მოვლენებს ამოხსნიდა. და იგაურად გეუბნებოდა. სანამ წვიმა გადევლიდეს, გზები გამშრალდებოდეს, ნუ მოაცლი ციურლიდეს, რომ ბურუსში ჩნდებოდეს. სანამ წვიმა გადევლიდეს, გზები გამშრალდებოდეს. სულ სხვა რაღაცასა. და ჩვენ მინდა დაიყვანო შენ ჭკუაზე და არ არის შენ ჭკუამდე, არ არის სხვაგან არის და ლოცვილი და თუ გაქვს რამე პატიოსნება და სინდისი, ცოტათი მიუახლოვდე რა ამ კაცს რა. ცოტათი დაინახე რა გულის ტკივილი აქვს და დაგეხმარება ცხოვრების გზაზე, რაც თავარია. ამოხსნაში, დიახ, გზაზე როგორ დაადგე. არ ვიცი ეს გზა საითკენ მიდის. გალაქტიონი და მაინც უნდა ამ გზებს გავუდგე. აბა? მთელი ის არის ახლა იეროგლიფი მოცემული მის ცხოვრებას. და შენი ცხოვრების გეგმაც. და შენც გეუბნება ახლა, შენი კი არა თქვა ლამაზი სიტყვები რომ არა, ეს ამოსახსნელია. აბა ეს წახვალ იქ, წახვალ ერთი სახეობი მონოსპექტაკლი დადგა? აბა დადგე. 7 სპექტაკლი მაქვს დადგმული. იმიტომ კი არა კარგია თუ რა. ამას იცი რა ვაშკაცობა უნდა. ფანტასტიკური. არა, იცი რა ვაშკაცობა უნდა? უნდა. ჯერ ერთი უნდა კომპოზიცია გააკეთო. მერე რა ჩაიცვა. მერე რა მუსიკა დაადო კაცო. მერე როგორ გაანათო ეს. მერე მარტო იდგეს სცენაზე და მთელი მაყურებლის კონცენტრირება და გაჯანსაღება. ნახევარი და მაყურებელი არ გადაავთავე ასე რო არ გააკეთოს. ეს იცი რა რთულია, რა პასუხისგებლობა, იცი რა მაგარი სიმამ ახლა მე რო გითხრა ცხოვრებაში დიდი მამაცი კაცი ვარ მეთქვი და ამას გადავა, მაგრამ სცენაზე მამაცი ვარ. აი შემიძლია დუელში როგორც გალაქტიონს მე მთელ დედამიწას დუელში ვიწვე. დუელში გაწვევა ეს მაყურებელი დუელია. ან მოეფერები და ჩაეკონებით და გადააგდებთ დამბაჩებს, ან და მოკლავთ ერთმანეთს და არც ერთი დარჩება და არც ვერ. უდიდესი მადლობა თქვენ ამ სიმამაცისთვის, რომელიც გვაცოცხლებს. ნუ რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში აქამდე ხო გავხაჩედა. კიდევ უამრავი გვაქვს წინ. აუ. მუდმივი შთაგონების წყარო ხართ ყველასთვის, ბატონო მურმანეს, არაერთ გზის თქვი ცხადია, ეთერს გარეთაც და ეთერშიც, თუმცა არ დავიღლები ამის თქმით. თავად როგორ იქმნით შთაგონებას როლში შესვლისას? რა ხდება კულისებში? არ კულისებიდან არ იწყება, წინა დღეებიდან იწყება. აი ახლა მე თქვა ეს სპექტაკლი რომ აქვს, ჩემი მონო. მე 2 დღე უკვე იქა ვარ. და რომ მეტყვიან ხოლმე სახში რა, მაინც რა არ მითხრათ რა, აი დღეს არ მითხრათ რა, აი დღეს და ხვალ არ მითხრათ არაფერი. ვერ გამოვდივარ. რთულია. შიგნით ახლა
ჯერ ერთი უნდა გავიმეორო თავიდან ბოლომდე, წინა დღეს. 1000 ჯერ ნათქვა მინს. რომ მე როცა გამოვალ, იმის პანიკა არ მქონდეს, მე ტექსტი რო შემეშალ. თან ამდენი ტექსტია სათქმელი. ძალიან ბევრი. ტექსტზე კი აღარ უნდა ვიფიქრო, მე უნდა ვიფიქრო იმ სიუჟეტზე, რაც მე ამ ტექსტის უკონთვი. ამიტომ ტექსტი მე უნდა მოვიხმარო. და ტექსტი არ უნდა იყოს ვაიმე პანიკაში, ამას ვიტყვი თუ ვერ ვიტყვი. ამას მაღლა ვიტყვი ხო? არა, რა ვიცი, იქ რაც მოხდება და ეს აზარტია. რა მოხდება ხვალ? რა მოვა იმ მაყურებელს იქ როზის მეხუთე რიგში. წავა მე თავის შვილს მოუყვება 10 წლის შემდეგ მე სპექტაკლი ვნახეო. აი იქ რო ეს ასეთი დროს ამას აკეთე. აუ ეს რა, როგორც დედა ჩემი თქვა ყბებოდა უშანგი ჩხეიძის სცენაზე რო ენახა და მიყვებოდა, ყვებოდა ამ ამბებს. ჰამლეტიდან ურიალა კუსტა და მე ხოლმე ვერ ვნახავდიო. 32 წელს დაამთავრა უშანგი ჩხეიძე ყველაფერი. მაგრამ იქიდან მე უკვე ვიგებდიო. დედამ შეგაყარა ხელო. თვითონ თეატრალი იყო. ახლა ძველად ჩემ მშობლების თაობაში თეატრალები ბევრი იყვნენ, რომლებიც იცოდნენ, რომ აი ამ კვირას მარჯანიშვილის თეატრში წავლენ, ნახავენ სპექტაკლს. მერე შემდეგ კვირას რუსთაველის თეატრში, მერე ოპერაში. სხვა კულტურა იყო კი. სხვა დამოკიდებულება. სხვა დამოკიდებულება, სხვა ტრადიციები. როგორ ესე იგი შენ რუსთაველის თეატრში არ ყოფილ ხარ? ესე იგი, ისინი რომ დაждდებოდნენ და რომ ყვებოდნენ ამ ამბებს და მე რომ ამას ვისმენდი და როგორია. ეხლა ის არის რომ წავლენ რა რუსთაველის თეატრში. არა კაცო, იქ შემოდიოდნენ რაღაცა იყო. მე იქ ძველი სპექტაკლების დეკორაციები გაკეთებული პატარა იმაში რაღაც ესეთი ყუთები იყო განათებული. ისე მეინტერესებდა მას. დიორ ამასავით. ხო. კი. და რაღაც საინტერესო იყო ეს ყველაფერი და თუ ეხლა ვთამაშობ ამ ჩემს სპექტაკლს, მხოლოდ იმისთვის რომ იმან იფიქროს რომ თეატრი სხვა რაღაცა. თეატრი არ არის გარცობა. ვაიმე რა კარგად როგორ გავერთე იწვის მაყურებელი და დამზარავს, რას ქვია გაერთე. თუ რა კარგად იყავი, რა კარგ სამყაროში იყავი, რა წარმოსახვა გაგიხსნა იმ მსახიობმა. აი ეს იყო ძველად და მინდა რომ ის ეხლა ახალგაზრდებს გადავცე. აი ეს როგორმე თუ ახერხებ ამას. რა ხან ანშლაგია ესე იგი. ამას ახერხებთ კიდევ ერთხელ. კიდევ ერთი უდიდესი მადლობა ამ არჩევანისთვის. ჯილდო, დამსახურება, სახალხოობა, ყველაფერი. და შთაგონებაც. მორიგი საქმისთვის. ხვალინდელი დღის მოლოდინი რომ ბატონ მურმან. ეკლესია ააშენეთ. კი, ღმერთის სახლი ააშენეთ. სახლები. შექმერით სახლები. შექმერით არაჩვეულებრივი ოჯახი. კი ბატონო. გააბედნიერეთ ერი არაერთ გზის და აგრძელებთ ამ მნიშვნელოვან საქმეს. რა არის მომავალი მიზანი, სწორედ ამაზე გინდოდათ საუბარი ახლა? მომავალი ერთია რომ ჩემი შვილი და მისი თაობა ცხოვრობდეს ბედნიერ საქართველოში. აი ეს ყველაზე უფრო თუ დამიჯერებ და მგონი არ ტყუი ვარ, გულწრფელად ვამბობ და რომ ოდნავ მაინც იყოს სახელმწიფო. ჩვენი ქვეყანა პატარა, მაგრამ საჭირო ფერი აქვს მთელ სამყაროში ქართველებს და საქართველოს. თავისი ბუნებით, თავისი აზროვნებით, ინტელექტით, შემართებით და გამოხატულებით. სპორტი აიღეთ არა? 225 ქვეყანა მონაწილეობდა ოლიმპიადაში ბოლო. 225 ქვეყანა და საქართველოს 24 ადგილი დაიჭრა. ეს არ მეტყველებს ერის სიჯანსაღეზე, ერის სიძლიერეზე.
ერის ისტორიაზე. ერის ნიჭზე. ნიჭი რა ხოა? ეს არ არის? ეს არ არის, თქვა, არა რომ ამდენ ქვეყანას მოსწონს და მის თამაში. ეს არ არის ჯარისკაცის მამა რო გამოვიდა და მთელი მსოფლიო დაიპყრო. ეს არ არის კავკასიური царსის რიჩარდი მეფელირი, მეც მოვესწარი მეფელირით, რამდენი ქვეყანა ვნახეთ და როგორი გაოცებულები იყვნენ. არ არის ესა? არ არის რომ ქართული კინო არსებობს იმ დროს კომუნისტების დროს რომ ამბობდნენ. ქართული კინო შეიქმნა იქ თენგიზ აბულაძე, შენგელაიევი, დანელია და ჩვენი რეჟისორები და ისინი. ხო გააკეთეს არა? ხო არა, ხო ფაქტია რა. ხო იყო სოფიკო ჭიაურელი არა? ხო იყო რამაზ ჩხიკვაძე არა, რომ სოფლიო გააგიჟდა და ასე უნდაო შექსპირის თამაში, როგორც რუსთაველის თეატრმა გვიჩვენა. ეს ტრაბახი ხო არ არის ესა? ეს ხო არის ფაქტი? ეს ხო არის ჩვენი გენეტიკური მახსოვრობა. ეს მარტო ეხლა კი არ იყო, რამაზ ჩხიკვაძე იყო შოთა რუსთაველიდან დაწყებული აქამდე და კიდე იქიდან აქამდე. ეს ხო მოკოება, ეს არ შეიძლება გამოხვიდე და უცბად ერი გახდეს რაღაც. არ ხდება ეს. რატო ამდენი ერი დაიღუპა და საქართველოს ვერ დაუღეს? იმიტომ რომ მიუხედავად ამდენი დიახ, არაბები, მონღოლები, რუსები, სპარსელები, თურქები, რა ვიცი საქართველოს ჭირახული ქვეყანა. არ ჩამოუვარდებოდით არავის. ამის თქმა მინდა. ჩვენ მოაზროვნეები ვართ. გინდა გლეხი იყოს და გინდა გალაქტიონი იყოს. ნორმალ ლევანიძე შეეკითხა. ბატონო გალაქტიონ, პირველი თქვენ ხართო. მეორე ვინ არის? იმასო ეშმაკებმა ლექსათა ტრიალდა თვალშიო. ლომური წყალი ჩამოისვა წერდა და მინდა. საქართველოში? საქართველოში კი არა ვარ მაგარიო, სოფლიოში ვარ და ნაღდათი. და თვითონ იმას ბულატო კუჯავას რო შეეკითხნენ, ეს ფაქტია, რომ ვინ არის ყველაზე დიდი პოეტიო თქვენთვის? გალაქტიონ დავიცი. უთხრა იტალიელებს. დანელიას ახსეს ქართველებს ყველა ნაკლს პატიობს, როცა ისინი სიმღერას იწყებენ. არა, მაგარი ნათქვამია. იმიტომ რომ იმ სიმღერაში დევს, იმ პოლიფონიაში, ქართულში. ერთი კადრი მაჩვენა ჩემო ცოლმა. მე ვერაფრით ვერ ვნახე, მე ტელეფონთან დიდი ის არა მაქვს. ირევა ბევრი ვიდეო. კი. ზანგი. ეთქვა მუსიკოსია. დიახ. უსმენს ჩაკრულს. და ეს არის გადაღებული. ცნობილი ვიდეოა. მართლა მაჩვენე რა, მე ვეძებე და იპოვით ახლა გადაღების შემდეგ. არა, მე ისეთი ის მივიღე იქიდან, რასაც ახლა მე თქვენ გელაპარაკებით, რომ ეს კაცი მთელი პარტიტურა თქვა ქართველების რა სიმაღლეზე. ამ ერთმა ჩაკრულა. ეს ტყუილა ხო არ არის? არა რუსებს რომ უნდათ კოსმოსში ამერიკელებმა ამოარჩიეს ჩაკრულო. რომ გაეშვათ კოსმოსში რა, რამოდენიმე ქვეყნის რაღაცეები. რუსებმა ეს რო გაიგეს, როგორ ჩაკრულ პადმასკოვნიევიჩი რა რაღაცა რა ცნობილი ფაქტია ესეც. აი ეგ არის მთელი რუსეთი. ეხლა იმას მუღამი არა აქვს რომ ჩაკრულო ჯობია პადმასკოვნიევიჩი. ამერიკელებმა უთეს ეს ჯობია. სამწუხაროდ ხდება ასეთი დამოწილება ცხოვრებაში, არა, უნდა იცოდეს ქართველებმა, ეხლა ახალგაზრდები იმიტომ მიყვარან და ყველაფერს გავცემ ისე რომ ისინი ისე არ არიან როგორც ჩვენი თაობა და კიდე ისე რომ ვაიმე რუსებთან მონური ის როგორ მორიდება. არა, როგორც გიაყანჩელი იყო, მაგარი რობიკო, რამაზი, უნდა აჩვენო რომ ესა რომ ჩაკრულო ხარ, ან სუხიშვილები.
რა აქვს ეს გენში გვაქვს ჩვენ. არა და უნდა მე ამას დანახვა უნდა და ამას შეფასება უნდა ნამდვილად. არა მუხრანს აქვს სხვის იმისაბაძი რა მჭირს თუ არა კი სხვა როცა მე შემომნატრის მე მივუბაძო სხვას არა ჩვეულებრივად. ხო კარგია რა აბა გეუბნება და იმაზე მეს ნუ გადავხდებით რაცა ვართ მაგრამ რაცა ვართ ის მაინც მედგრად ვატაროთ. ხო რა ეს კაია ქართული თეატრი კაია ქართული კინო ქართული პოეზია ქართული მხატვრობა რა ფიროსმანი არ არის გამორჩეული მთელ სოფლიოში რატო არის ჯოყონდა მაგრამ არის ჟირაფით სხვა არის მაგრამ იქ არის იმ დონეზეა სადაც ყველანი ვერ ბალახობენ სწორი გადმოცემა სადაც ყველანი ვერ ბალახობენ ხო რა ვიცი აბა რა ვიცი პირველად რომ ნიუ-იორკში ჩავედი და აეროპორტიდან რომ მოვდივარ და უცბად იქაური სასაფლაო დავინახე რაღაცა 5 კილომეტრიანი მარტო ჯვრები და ასე და მაშინ ახალგაზრდა ვიყავ 90-იანი წლები აუ ბიჭო ახლა აქ რო იყო მკვდარი მეთქი მკვდარი რო ხარ მკვდარია და ისოდეს კი მეწყინა ახლა აქ რო ვიყო დასაფლავებული და არა საქართველოში მეთქი არა ეს არის ისი ქართველის კი თავარი სწორად მესმის რაც გადმოცემა ის არის რომ შენ რახან აქ გაგაჩინა ღმერთმა ხო სულის გადასვლა ხო არის შენ აქ გაგაჩინე ესე შენ ვალდებული ხარ აქ იმსახურო აქ ემსახურო შენ ხალხს ეს საზრდოობს ამ მიწის სუნი და ცა ადამიანზე გაძლევს სწორედ იმას ფიზიოლოგიურადაც სხვათა შორის უკეთესად მოქმედებს ადამიანზე სწორედ ეს ამას გეუბნები ეხლა ცოდვა რა ხალხი ქართველები მიდიან რა ქნან ოჯახია საჭირო მაგრამ სულ ვეუბნები მე ახლოურებს რომ ხო არ დარჩებით მაგრამ მეც მაქვს ეს კითხვა სხვათა შორის აკვიატებული ხო აი ხო არ დარჩებით მიიღე გამოცდილება და ჩამოდი ცოდვები არიან რომ ვერ გაიგებენ იმ მუღამს რომ რა არის კახეთში რომ დაგპატიჟებენ და აი სუფრას რო გაგიწყობენ და აი იუმორს რო აქვთ კახელებს აი სიმღერები რო აქვთ მერე მწვაც რო შემოიტანენ ესეც ხელოვნება შენ როგორ მიიღებ ოღონ ამას მაგრამ ისე კი არ უნდა დათვრე რომ მერე და არამედ გაიხარო იმითი რასაც ქართული სუფრა ქვია რატო მოსონთ არა საზღვარგარეთელი რა ხდება უკაცო რა არის როგორ ვებია და ბაბუას იხსენებთო ვაიმე თქვენ რა ხალხი ყოფილხართ ვებია ბაბუა აღარ სახსოვს იმას არც როს ახსოვს და ჩვენ ახსოვს მეტიჩრები ვართ რა ვიცი კუდავზიკები ვართ თუ რაღაცა ვართ აგეთები ვართ და სიამოვნებს რომ მამა ჩემი აღარ არის დედა ჩემი აღარ არის ჩვენი მშობლები ნათელში იყვნენ საინტერესოა ეს მომენტი რომ შენ ძმაკაცობა ზიხართ და შენ მშობლებს ბებიებს ჩვენ იმ ადგილს გაუმარჯოს საიდანაც ჩვენი გვარი მოდის და ასე შემდეგ რა უნდა თქვა ნიუ-იორკში ამას ვერ იტყვი არაფერს და რომ ქონია ეს საღამოები მე პოეზიის საბერძნეთში საფრანგეთში ამერიკაში სუტირიან რო გაიგებენ ლექსებს რა რო ისმენ რა არის ეს ჩვენ ყველაზე უფრო ნოსტალგიური ერი ვართ ნოსტალგია რუსებს არ აქვს ყველგანი ცხოვრობენ მთელ სოფლიოს მოედებიან ქართული არ არის წვეთის სისხლი არ არის ჩემში არა ქართული ძაფი ნერვის არ არის ჩემში არა პოეტის აი გალაქტიონო თქვა ამას დალაგება ხო უნდა თუ არა გახეს შენ ამაზე ნაფიქრი განცდილი ვერ იტყვი ამას წვეთის სისხლი არ არის ჩემში არა ქართული ვერ იტყვი ჩემო კარგ ქვეყანა ვერ იტყვი რომელი ლექსი აღწერს თქვენს დღევანდელ მდგომარეობას? ესა, რა ვიცი, ყველა. მაინც ყველა. მაინც ყველა.
არ არსებობს ისე ვერ ვიტყვი. აი ხო მურმანის ხო გითხარით სიგარეტი, ეს ვახუშტის ხო გითხარით იავ თაწვენდის თუ არა, რა ვიცი რომელი გითხრათ, არ რამდენი ფრაზას ვამბობ ხან გალაქტიონის ბარათაშვილისა, ხო? ვითა პეპელა, ახელს ნელ-ნელა, სპეტაკლს შოროშანას ლამაზა დახრილს, ასე საყურე. საიდან საწავიდა? აი ეს არის, რაც მოახდინა ბარათაშვილმა გადატეხა პოეზიაში, ქართულ პოეზიაში. საიდან დაიწყო, სად მივიდა. აი ეს არის ასოციაციები. ჩვენ მაინც ევროპელები ვართ. ჩვენი აზროვნებით, ჩვენი მისწრაფებებით, ჩვენი მანდა მაინც რატომ გავხდით ქრისტიანები? აი უფრო აი ქრისტიანობა უფრო ევროპულია ვიდრე აზიური. ეს ჩემი შეხედულება, შეგრძნება. რაც ქრისტიანობა სხვა რაღაც, სხვა მხატვრობა ქრისტიანობას, სხვა არქიტექტურა. კარგი აზიური და ყველაფერი მუსულმანური, მაგრამ არა ჩვენ ქართული სხვანაირია. მაინც საზეიმოა. მაინც შენ ხარ ვენახია. რატო ჯვარი გააკეთა ვაზისგან? რატო უნდა დავლიოთ ცოტა? ეს გვჭირდება. რატო უნდა ვიქეიფოთ? ეს სპექტაკლია. ჩვენ ხო თეატრალური ხალხი ვართ. ჩვენ ხო ხელოვნების ხალხი ვართ. ჩვენ არა ვართ ისა, რომ სევდაც რო გვაქვს, მაშინაც გვინდა რომ გამოვიდეთ იქიდან. მაინც გამოვთვრებით, მაინც მე გალაქტიოს მე მივდიოდი და ვეცემოდი. ისევ დგებოდი და მივდიოდი. აი ეს არის ქართული. როგორ არ დაეცემი, კაცო ცხოვრებაში ხან ის იქნება ხან. მაგრამ არ უნდა დაეცე, მაინც უნდა წახვიდე, მაინც უნდა შეუძახო. აბა მე რა არის 80 წლიანი კაცი რა. მაგრამ მინდა იმას უთხრა. შვილო, ძმაო, მეგობარო, არა რა იყავით, რა საქართველო გავახაროთ, საქართველო გავაბედნიეროთ, უკეთესი იყოს. აბა გითხარით, უნიჭოერი არა ვართ, ნაღდათ არა ვართ. ძალიან დიდი მადლობა თითოეული თქვენი სიტყვისთვის, ემოციისთვის, იმისთვის რომ ფეხზეც დავდექით და განვიცადეთ, გავიარეთ ამბის თხრობა, რომელზეც დგას ადამიანობა, ურთიერთობები, ის ნამდვილი კომუნიკაციები, ის ნამდვილი ისტორია, ერის სიყვარული, ადამიანის სიყვარული და ის სიკეთე, აუცილებლად შემოყალიბდა. აუცილებლად უნდა გავიაზროთ. არა, უნდა შეუძახოთ ერთმანეთს, რა ვქნათ, ახლა ზოგი რაღაცით აკეთებს, ზოგი რაღაცით აკეთებს. მე ამით უნდა შევეშველო ქართველებს, ახალგაზრდებს, რომ ჩვენ აი ასეთი გენეტიკა გვაქვს, აი ასეთი პოეზია გვაქვს, აი ასეთი ზეიმობამდე მივდივართ. არ შეიძლება ქართველი ზეიმის გარეშე. სულ ეხლა ყველაზე უფრო ნაკლი გვაქვს ისა, რომ გამარჯვების სიხარული გვაკლია და პოტენციურად ჩვენში დევს გამარჯვების სიხარული ქართველში. ასეა. აი ესეთ ტიპები ვართ. და ამ დროს აღარ მიდის ეხლა ჩვენობა და უცბად ყვარას დავინახავთ, აუ გენაცვალე შენ. აი თოფურიას, აუ შენ გენაცვალე, დვალიშე, აუ შენ აი სიხარული რო გვაკლია, აი ისინი გვაძლევენ აი ამ სიხარულს. სწორედ ამ სიხარულისთვის გიხდით თქვენ მადლობას. აი ხარეთ, შემოკარგებო, სანამ შემეძლება. რა ვიცი, სანამ შემეძლება. უამრავს ველოდებით კიდევ თქვენგან, იმიტომ რომ თქვენ კიდევ ერთხელ დავაღნიშნო, თითოეული ჩვენგანისთვის ხართ შთაგონება და ბედნიერება და დიდი მადლობა ამ ბედნიერების მონიჭებისთვის. არ დავივიწყოთ ვისი გორისანი ვარ. არ დავივიწყებთ, ვისი გორისანი ვართ. უღმესი მადლობა დღევანდელი ინტერვიუსთვის. არეალში გაერთიანებისთვის მურმანჯინორია იყო დღეს ჩვენი არაჩვეულებრივი განსაკუთრებული სტუმარი, თითოეული ჩვენთაგანი გრძდობს იმ სიტყვის
სიცოცხლეს, ბგერის სიცოცხლეს, იმ მნიშვნელოვანის გააზრებას, რომელმაც გაიარა დღეს ინტერვიუს ფარგლებში და კიდევ დიდი ხანი გავყვება და დარწმუნებული ვარ დაუვიწყარი იქნება თითოეული თქვენთაგანისთვის. უღმესი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონო მურმან. გეფერებით. თითოეული ბგერისთვის და რითმისთვის. გაიხარეთ. მადლობა, იცოცხლეთ.